კუბის დიქტატურა საგანგებო რეჟიმში გადავიდა და დაიწყო ოჯახების მომზადება ამერიკული შეჭრის შესაძლო საფრთხისთვის, მაშინ როცა ჰავანა ცდილობს გარეთ სიმამაცე აჩვენოს და შიგნით პანიკა დამალოს. 2026 წლის 26 მაისს. საკითხი მხოლოდ ამერიკის წინააღმდეგ ძველი რიტორიკა არ არის, არამედ ოფიციალური მითითებაა კუბის სამოქალაქო თავდაცვისგან, რომელიც ხალხს ავალებს მოამზადონ ზურგჩანთა, რადიო, წყალი, საკვები, დოკუმენტები, წამლები, ჰიგიენური ნივთები და ბავშვებისთვის საჭირო მასალები, შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. სწორედ აქ იჩენს თავს რეჟიმის სისუსტეს. რეჟიმის სისუსტე ის ითხოვს წამლებს მოსახლეობისგან, რომელიც ცარიელ აფთიაქებს ებრძვის, ითხოვს საკვებს ოჯახებისგან, რომლებიც დეფიციტმა გააწამა. ითხოვს ალტერნატიულ ენერგიას კუნძულზე, სადაც ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები და მიტოვებას ეროვნულ მზადყოფნად წარმოაჩენს. ზეწოლა გაიზარდა, რადგან ვაშინგტონმა გაამკაცრა კომუნისტური რეჟიმის მიმართ ტონი. ჰავანის წინააღმდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კუბასთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევის შანსი მაღალი არ არის. და დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ ბრალდებები წაუყენა რაულ კასტროს. იმ დროს, როცა თავად რეჟიმი რეაგირებს ისე, როგორც იცის, რომ კუნძული კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ახალი ამბები ასევე მიუთითებს სადაზვერვო ფრენებსა და ოპერაციებზე კუბის გარშემო, რაც აიძულებს კომუნისტურ ხელმძღვანელობას იმოქმედოს ისე, თითქოს ალყა უკვე დაწყებულია, სანამ რომელიმე ჯარი გამოჩნდება. რას იცის დიქტატურა და რას არ ეუბნება ხალხს? რატომ ამზადებს ჰავანა ოჯახებს მაშინ, როცა მათთვის ელემენტარულსაც ვერ უზრუნველყოფს? როგორ შეიძლება ამ რეჟიმის აფეთქებამ გახსნას შემდეგი თავი კუბური, კომური კომუნიზმის წინააღმდეგ? ამასაც მალე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მზადება ჩატარდა კუბის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული შტაბის მიერ მეტეორო 2026-ის წვრთნების ფარგლებში. ოფიციალურად რეჟიმი აცხადებს, რომ ეს ინსტრუქცია სიცოცხლის დასაცავად ამტრის თავდასხმის შემთხვევაში. პრაქტიკაში კი ეს გზავნილი პოლიტიკურ გაფრთხილებად იქცა. თავად დიქტატურა, რომელიც ყოველთვის იყენებდა ამერიკის საფრთხეს როგორც მობილიზაციის ინსტრუმენტს, ახლა უკვე ჩვეულებრივი ოჯახებისთვის საგანგებო ვითარებისთვის მოქმედების წესებს წერილობით ასახავს. სახელმძღვანელო საუბრობს ბავშვების, ხანდაზმულების, ორსულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვაზე. მაგრამ შინაარსი ასევე ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობა მოსახლეობის განგაშის მდგომარეობაში გადაყვანას ცდილობს. შიში, რომელიც ადრე მხოლოდ სიტყვებში იყო, ახლა დოკუმენტად იქცა. იქცა საოჯახო ინსტრუქციად. გახდა ზურგჩანთა, გახდა თავშესაფარი, გახდა ინსტრუქცია გადარჩენისთვის. კონტრადიაცია სასტიკია, რადგან რეჟიმი წამლებს ითხოვს იმ მოსახლეობისგან, რომელიც ცალიელ აფთიაქებს აწყდება. სთხოვს წყალს ოჯახებს, რომლებიც წყლის მიწოდების შეწყვეტების პირობებში ცხოვრობენ. სთხოვს რადიოსა და ალტერნატიულ ენერგიას კუნძულზე, რომელსაც ხშირი ელექტროენერგიის გათიშვები აწუხებს. სთხოვს საგანგებო საკვების მარაგს ქვეყანაში, სადაც ბევრი ადამიანი უკვე ყოველდღიური საჭიროებებისთვის იბრძვის. დიქტატურა ცდილობს წარმოაჩინოს თავი პროდუქტიულად და დამცველად, მაგრამ თავად ეს სია აშკარად აჩვენებს კატასტროფის მასშტაბს. ჩვეულებრივი კუბელი უყურებს ამ მითითებას და იცის, რომ პრობლემა მხოლოდ შეერთებული შტატების შესაძლო ქმედებაში არ არის. პრობლემა იმაშია, რომ ყოველდღიურობა ჩახშობილია შუქის, წყლის, წამლის ნაკლებობით, დაბალი ხელფასით და 10 წლეულების პოლიტიკური კონტროლით. კუბის მთავრობა ცდილობს ეს მომზადება ეროვნულ წინააღმდეგობად გადააქციოს, მაგრამ ამ მომენტმა სხვა რამ აჩვენა, რეჟიმი ნერვიულობს. ვაშინგტონის ზეწოლა გაიზარდა და კუნძული კვლავ სამხედრო, დიპლომატიური და სადაზვერვო ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 21 მაისს განაცხადა, რომ კუბასთან მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შანსი მაღალი არ არის, თუმცა ვაშინგტონი ჯერ კიდევ დიპლომატიურ გამოსავალს ამჯობინებს. ამავე კონტექსტში შეერთებულმა შტატებმა წაუყენა ბრალდებები რაულ კასტროს, რაც ორ მხარეს შორის პოლიტიკურ ტემპერატურას კიდევ უფრო ამაღლებს. ამერიკული გზავნილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქნა წარმოდგენილი, როგორც უბრალო იდეოლოგიური დაპირისპირება. ეს გამკაცრება ჰავანაში მძიმედ აღიქმება, რადგან კუბის რეჟიმმა იცის, რომ სტრატეგიული კომფორტი დაკარგა. ზეწოლა რამდენიმე მიმართულებით მოდის: გამოძიება, სანქციები, მეთვალყურეობა, დიპლომატიური დაძაბულობა და კუბური დიასპორა, რომელიც მაიამიდან ყველაფერს მოლოდინით ადევნებს თვალს. კომუნისტური ხელმძღვანელობისთვის ამერიკის ნებისმიერი მოძრაობა კუნძულის სიახლოვეს საფრთხის ნიშანია. იმ კუბელებისთვის კი, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობს, ეს მოლოდინს იწვევს. იმედი, რომ ძველი სტრუქტურა საბოლოოდ დაზიანდება. ის დეტალი, რომელიც რეჟიმს ყველაზე მეტად აწუხებს, არის ამერიკის საჰაერო მოძრაობა კუბის გარშემო. Wall Street Journal-ის ანალიზის მიხედვით, რომელიც ახალ ამბებში იყო ნახსენები, სადაზვერვო თვითმფრინავებმა და დრონებმა 4 თებერვლიდან მოყოლებული 150 საათზე მეტი ოპერაცია ჩაატარეს. კუნძულთან ახლოს კი 20-ზე მეტი სადაზვერვო ფრენა განხორციელდა.
ეს ფრენები, რომლებიც ჩვეულებრივ მონიტორინგსა და ინფორმაციის შეგროვებას უკავშირდება, ჰავანაში ალტის განცდას აძლიერებს. საქმე მხოლოდ ინფორმაციას არ ეხება, არამედ უმაღლეს დონესაც. ჰავანაში. ეს უბრალოდ რადარზე გამავალი თვითმფრინავი არ არის. ეს ფრენები, რომლებიც ჩვეულებრივ ყველაფრის კონტროლს, მონიტორინგსა და ინფორმაციის შეგროვებას ემსახურება, მათი ობიექტების ახლოს, მარშრუტების მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილების წყაროა. მზადება ასევე ჩანს მას შემდეგ, რაც კუბის ხელისუფლების წინა განცხადებებში აღიარეს, რომ ჰავანა ემზადება დაპირისპირების შესაძლებლობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ, ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. მარტში ვიცე-კანცლერმა კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ განაცხადა, რომ კუბა გულუბრყვილო იქნებოდა, თუ სამხედრო აგრესიისთვის არ მოემზადებოდა. ეს ფრაზა აჩვენებს, რომ დიქტატურა ამ თემას მხოლოდ ქუჩის პროპაგანდად არ განიხილავს. ის იცის, რომ რისკი რეალურ თემად იქცა პოლიტიკურ გათვლებში. უბრალოდ რეჟიმი ცდილობს ეს გააკეთოს ისე, რომ თავისი სისუსტე არ აღიაროს. სუვერენიტეტზე საუბრობს, მაგრამ გაკოტრებას მალავს. თავდაცვაზე საუბრობს, მაგრამ მოსახლეობას მოუმზადებელს ტოვებს. წინააღმდეგობაზე საუბრობს, მაგრამ ელემენტარულის უზრუნველყოფაც არ შეუძლია. დიქტატურა ცდილობს ოჯახური გზამკვლევის გამოყენებით შიშის გარშემო ერთიანობა შექმნას. ეს კრიზისში მყოფი რეჟიმების კლასიკური მეთოდია. როცა საჭმელი არ არის, საუბრობენ გარე მტერზე. როცა სინათლე არ არის, საუბრობენ ცეცხლზე, იმპერიულ საფრთხეზე. მხოლოდ ისაა, რომ პროპაგანდა ძალას კარგავს, როცა რეალობა ყოველდღე კარზე აკაკუნებს. კუბელ ადამიანს, რომელსაც ელემენტარული პროდუქტების ყიდვა არ შეუძლია, გადარჩენაზე ლექციები არ ჭირდება. ის უკვე ყოველდღე გადარჩენას ცდილობს იმ სისტემაში, რომელმაც თანასწორობა დაფილდა, მაგრამ დამოკიდებულება, მეთვალყურეობა და სიღარიბე მოუტანა. ჰავანაც ცდილობს მომზადოს აქტივისტები მობილიზაციის სცენარისთვის. როდესაც სამხედრო აგრესიაზე საუბრობს, რეჟიმი მხოლოდ ჩვეულებრივ ოჯახებს არ ესაუბრება. ის ესაუბრება ადგილობრივ კომიტეტებს, უსაფრთხოების ორგანოებს, პარტიულ სტრუქტურებს, სამხედროებს, პოლიციელებს და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებულ თანამშრომლებს. ეს მითითება ემსახურება მზადყოფნის ატმოსფეროს შექმნას, მაგრამ ასევე შიდა კონტროლის გაძლიერებასაც. ასეთი მასშტაბის კრიზისის დროს დიქტატურა ერთნაირად შიშობს როგორც გარეჩარევას, ასევე შიდა აფეთქებას. ფშიერი, დაღლილი და ინფორმირებული მოსახლეობა შეიძლება რეჟიმისთვის უფრო საშიში გახდეს, ვიდრე ვაშინგტონი და წამოსული ნებისმიერი განცხადება. ამერიკის ზეწოლას კიდევ ერთი ეფექტი აქვს. ის აიძულებს კუბას აჩვენოს თავისი ალიანსები. კუნძულის დაახლოება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა. ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებში საუბარია დრონებზე, სამხედრო თანამშრომლობაზე და უცხოურ სადაზვერო სტრუქტურებზე, რომლებიც კუბის ტერიტორიას უკავშირდება. ვაშინგტონისთვის ეს კუბას რეგიონული უსაფრთხოების საკითხად აქცევს და არა მხოლოდ ცივი ომის დროინდელ ძველ პოლიტიკურ დაპირისპირებად. ჰავანასთვის ეს ინტერპრეტაცია სახიფათოა, რადგან რეჟიმს კომფორტის ზონიდან გამოხავს. კუნძული აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც გაღარიბებული დიქტატურა და კვლავ ხდება მგრძნობიარე წერტილი კარიბის რეგიონში. კუბის ხელმძღვანელობა ცდილობს უპასუხოს პროტესტებით, გამოსვლებითა და საზოგადოებრივი მობილიზაციით. ჰავანაში დაფიქსირდა აქციები რაულ კასტროს მხარდასაჭერად, მათ შორის ამერიკის საელჩოს მახლობლადაც, სადაც მონაწილეობდნენ სამხედროები, საჯარო მოხელეები და რეჟიმის მხარდამჭერები. ეს მოძრაობა ძალის ჩვენებას ემსახურება, მაგრამ ასევე აჩვენებს შეშფოთებასაც. დიქტატურები მხოლოდ მაშინ სახელმწიფო აპარატს ქუჩაში უშვებენ, როცა გრძნობენ საჭიროებას, რომ მასები შექმნან და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა წარმოაჩინონ. კუნძული აჩვენებს დიქტატურას, რომელიც ცდილობს ხალხი მოამზადოს იმ სცენარისთვის, რომლისთვისაც თვითონ 10 წლეულები ამბობდა, რომ მზად იყო, მაგრამ ეხლა ოჯახებს სთხოვს, რომ გადარჩენისთვის იმპროვიზაცია მოახდინონ იმ ნივთებით, რასაც თვითონ სისტემა ვერ აწვდის. კუნძული ძალიან მყიფეა, მეთვალყურეობის ქვეშაა და პოლიტიკურად კუთხეშია მიმწყდეული. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგვაწოდოს სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.